მოკლედ მომინდა საუზმობა. ცოტა გვიანია საუზმისთვის, მაგრამ მაინც. მოკლედ უახლესი კვლევის შედეგები უნდა გაგიზიაროთ, რომ შეიძლება ცუდი ძილის მიზეზი იყოს თქვენი საუზმე. უფრო ზუსტად კი საუზმის უქონლობა. ანუ საუზმის გამოტოვება შეიძლება იყოს ცუდი ძილის მიზეზი. მართალი ხარ. ხო არ წაგისვათ კარაქი პურზე? კი ბატონო, აი სწორედ ეს განსაზღვრავს თუ პირველად გაღვიძების შემდეგ როდის მივირთმევთ საღამოს თუ ღამის ძილის ხარისხს და ეს უახლესმა კვლევებმა დაადგინა. პრინციპში იმდენად ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ ზოგადად აი კვების აი ამ მონაკვეთს, რომელიც ქვია საუზმე, რომ სავსებით შესაძლებელია, რომ არც მიგვექცია ყურადღება, რომ არის კავშირი მათ შორის. რაღაც ყველაზე დაჩაგრული კვებაა მგონი. მართალი ხარ ეკა და გეტყვი იმასაც, რომ აი ვინც თვითნებურად, ასე ვთქვა, დიეტაზე არიან და წონის კორექციას სურთ დიეტით, რატომღაც პირველ კვებას, ანუ დილით არა, მაგრამ შუადღისკენ იღებენ და აი სწორედ აი ამიტომ ასეთ ადამიანებს უჭირთ ღამით დაძინება. მე მაგალითად აი საუზმე საერთოდ ამოგდებული მაქვს ცხოვრებიდან, ჩემი დროის უქონლობის გამო. სულ ფიქრობ, რომ ეს დროს მაკარგიებს რა და არა და როგორი გადაუსვი, კარა, რო გაიყოლე გზაში. როგორი სასარგებლო ყოფილა, რა ჩემი. ჯერ არაფერი არ გვითქვამს, ნახე ახლა თანდათან. მაშინ სპეციალურად აკეთებ ამას, იმიტომ რომ ბევრი საქმე გაქვს და უფრო მობილიზირებული რომ იყო და რომ არ დაგეწინოს. და ღამე ჭამს? არა, უბრალოდ გვიან. ღამე ჭამჩემდა სამწუხაროდ. მოკლედ არ ვიცი თქვენ გიფიქრეთ თუ არა ამ ურთიერთკავშირზე, თუმცა იკვეთება რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ხაზები. ალბათ ძალიან ბევრ რამეს შეიძლება დავაბრალოთ ღამე, ცუდი ძილი. შეიძლება დავაბრალოთ იმას, რომ აი დღის მეორე ნახევარში დავლიეთ ყავა, ან რაღაცა ისეთი რამე ხვდა, რაც ჩაყვა ძილში და ამან დაგვირღვია სიმშვიდე ძილის. ან შეიძლება ღამით ვსქროლეთ, ამიტომ ან რაღაცა ისეთი მოვლენა იყო, რომელმაც სტრესი გამოიწვია და ამიტომ, მაგრამ არავის არ უფიქრია იმაზე, რომ შეიძლება საუზმე იყოს ამის მიზეზი. რომ ჩვენ უბრალოდ ღამე ცუდად გვძინავს. რა კავშირი ამას მოგვიანებით გვეტყვა ჩვენი ექიმები, თუმცა მანამდე მე სტუმარს დავპატიჟებ, რომელსაც ამავე შეკითხვას დაუსვამ. უფიქრეთ თუ არა აი ამ ურთიერთკავშირზე. მოკლედ სტუმროს პირველად სხვათა შორის ნამდვილ ექიმების გადაცემაში მომღერალი ქეთი ციკლაური. მოდი ქეთი, მოდი, როგორ ხარ ქეთი? სამებით, კარგად? გამარჯობა. ოჰოჰოჰო, რა კაი ეგეთი საკვები? კი, სხვათა შორის და მინდა გამოგიტყდეთ, რომ ჩემი საუზმე ზუსტად ეგეთია. აი რომელი კომბინაცია? პური, კარაქი, ყველი, მაგრამ კიდე ძეხვეულიც მიყვარს. გამოგიტყდა. ანუ შენი საყვარელი საკვები არის საუზმე? კი, უფრო ხშირად მივიღებ საუზმეს, ვიდრე არა. ნუ ჩვენ ქალბატონები თიკა ხო იცი ყოველთვის ზრუნავთ ჩვენს კილოგრამებზე, რომ ლამაზად გამოვიდა ესთეტიკაზე და ასე შემდეგ და სხვათა შორის დაკვირვებული ვარ, თუ საუზმეს ვღებულობ, მე უფრო მშია. მთელი დღე. ზუსტად, სულ საკვები მახსენდა. ამიტომ. ხო, დაი ნახე რა. ანუ შენი რჩევა ახლა რატო არ ჭამო, არა გამოდგა. შეხო ხალი არ ხარ, მოიცადე იქ მარტო ხალებზე ვწელდება. სხვათა შორის, აი ბატონ ლევან სუსმენდი ხა სანამ შემოვიდოდი და ლეო ბოკერიას ინტერვიუ მაქვს მოსმენილი, რომელიც ასევე იძახის, რომ საუზმე სისულელია, საერთოდ არ უნდა მიიღო. ოდნავ წაიხემსო დღისით და საღამოს მიირთვა. რა თქმა უნდა, ძალიან ესე უხვი არ უნდა იყოს. და მე შეიძლება ოდნავი ვარჯიშიც, მაგრამ შეიძლება ექიმების მოღვაწეობიდან გამომდინარე, აი, როცა იღვიძებ, დრო უნდა გქონდეს, რომ ორგანიზმმა გამოიღვიძოს და თუ შენ ჭამ, ანუ ხო ჭირდება მე გადახარშვაზე, ხო, ენერგია ორგანიზმს და აღარ გამოდის. რაღაცა ესე ჭამორმუგმას, სულ ესეთი. მე სხვათა შორის ახლა იძახიან, რომ წყალი უნდა დალიო, ვთქვათ, ლიმნით, ან სოდით, ბევრი რაღაცაა ახლა ახალი მართლა რა. ტრენდული, მაგრამ მე არა, მე უფრო რაღაც ყავას ვსვავ, სიმართლე გითხრათ, ყავას და შემდეგ ვსაუზმობ. ხშირად ბურღლაულს ჭამ მიყვარს. ფაფებს. ესე იგი, უფრო მეტად საუზმობ და უფრო მეტად არ საუზმობ, რა ჩავ. უფრო მეტად საუზმობ. უფრო მეტად საუზმობ. შემდეგ, რა თქმა უნდა, ნუ შეიძლება რაღაც წვნიანი ვჭამო, ან იგივე აი პროტეინები. კვერცხი, კი, ქათამი, ხორცი, მწვანილთან. აი ესე, ნუ, ინტერნეტი გვაძლევს საშუალებას, რომ უამრავი სიახლე გავიგოთ და ვიყოთ საქმის კურსში და ვცდილობთ. ნუ ყოველთვის არ გამოდის.
მესმის. ეხლა მოდი მე გადავამოწმობ შემდეგ რამეს. როგორ გძინავს? როგორი ძილი გაქვს? ძილთან დაკავშირებით მე არ ვიცი, არ მგონია რომ ეს კავშირი იყოს. ახლა ძალიან ბევრი ახალი რაღაცები გამოდის. ახლა მანამდე ვიცოდით რომ ძალიან ცუდია караკი. ახლა აღმოჩნდა რომ კარგია და საჭიროა. караკი 82%-ით ცხიმი. რა თქმა უნდა. აბა. ნუ კი ბატონო, მოკლედ ყველაფერი ასე იცვლება. ძილთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად ეს ინფორმაციული სტრესი გვაზიანებს, ვიდრე ვთქვათ საჭმელი. ნუ თუ ძალიან ბევრი ჭამე საღამოს, რა თქმა უნდა, უბრალოდ ძნელია, ხო? რაღაც ვერ დაიძინებ. საერთოდაც ყველაფერი ინდივიდუალურია. მე ვფიქრობ, თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ მოусმინოს თავის ორგანიზმს, რა გინდა. მე ხშირად მაქვს, როცა აი ვცდილობ დილით არ ვჭამ, იმიტომ რომ ვუსმენ, აი როგორც ჩვენ ვთქვით, ახლა რომ მე უფრო მშია. თუ მაქვს მიზანი, რომ ოდნავ დავიკლო, ნუ ვცდილობ, რომ დილით ახლა და როცა განაწყობი ესე მე რადვილია. განწყობაა ყველაფერი, ხო მართალია და თან უნდა მოისმინო ძალიან თუქში ამ გელივით, ნუ რაღაცა ოდნავ უნდა შეჭო. მე და რეზომ განმეწყვეთ რომ დავიკლო და დავიკეთე. სწორია, მაგრამ განწყობა ძალიან დიდი სხვათა შორის. აი მნიშვნელობა. შენ ვფიქრობ რომ შეიძლება არსებობდეს კავშირი საუზმეს და კარგ ძილს შორის, ხარისხიან ძილს შორის. მე ვფიქრობ არსებობს რაღაც. კი, იმიტომ რომ იმდენად თუ საუზმე შენთვის მართლა რესურსია, აი გრძნობ რომ რაღაცა ძალიან ლამაზად მოაწყე. აი რაღაც იცი რომ სწორკვებას, რაღაცა ჩაუყარე საფუძველი. ხო, ამან იმოქმედა შენს კარგ განწყობაზე. მთელი დღე ხო უფრო კარგად მიდის შენთვის, ხო? რაღაცნაირი შემართებით. შესაბამისად, ალბათ ძილიც უკვე მშვიდი გექნება. ფსიქოლოგ მდგომარეობაზე არის დაკავშირება. მე ხა არ ვიცი ექიმები რას გვეტყვიან, რომელი რაღაცი ვიტამინი ან მინერალი რას გვიკეთებს ტვინში, სეროტონინი, დოფამინი, მელატონინი, ხო, ძილისთვის. მაგრამ შესაძლოა არის რაღაც კავშირი. აი გაცნობები ყოფილიყო. დიახ. მოდით, მაშინ დავუგდოთ ყური ამ თქვენ ადამიანებს და რა თქმა უნდა. ვითხარით ამ კვლევის ამბები მაშინ. ყველაფერს აგიხსნით ძალიან დეტალურად, მაგრამ თავიდანვე თქვენ თქვით რომ დილა ერთი ფინჯანი ყავით იწყება, მაგრამ აქვე უნდა გითხრათ რომ დილა უნდა იწყებოდეს წყლით და ამიტომ ტრადიციულად ქართული წყალი მინდა შემოგთავაზოთ. წყალი მთის 0% ბრომატით, წყალი მთის იცხოვრეთ სრულყოფილად. მიირთმევთ, არ დაგავიწყდეთ დილით ერთი ჭიქა ნამდვილად სწორია. დალევა სანამ ყავაზე გადახვალთ. თბილი თუ ოთახის ტემპერატურა. ნუ მაშინ კი, მაშინ სვავ. კი ბატონო. რაც შეეხება ახალი ამ კვლევით, რაც თიკამ თქვა და გავეცანით, ხო? ამ კვლევის მიხედვით გამოჩნდა, რომ თუ გამოტოვებ საუზმეს, შესაძლებელია, რომ ღამის ძილი დაირღვეს. დღეს კარგად უნდა დავიძინო წესით. და მინდა გითხრათ, რომ ამის ძირითადად სამი მიზეზი ყოფილა. პირველი ესაა სტრესი, მეორე ესაა ცირკადული რიტმი და მესამე ესაა ჩემდა გასაოცრად დღის განმავლობაში მიღებული არასაკმარისი კალორიები. ხედავ რა ხდება. მოდი დავიწყოთ მაშინ სტრესით. რა შუაშია სტრესი და არა, როგორ არის შუაში ძილთან, მაგრამ აიც. მოგეთ, როდესაც დილით ვიღვიძებთ, ამ დროს ხდება კორტიზოლის გამომუშავება ჩვენს ორგანიზმში, ეს ხდება იმისთვის, რომ ჩვენ გამოფხიზდეთ და ანუ ენერგიულები ვიყოთ. დიახ. ზოგადად ესე იგი გამოღვიძების შემდეგ კორტიზოლის დონე პიკში იმყოფება, ხოლო 30 წუთის შემდეგ გაღვიძებიდან წესით ეს კორტიზოლის დონე კლებულობს და საღამოს ძალიან დაბალ ნიშნულამდეა, ხო? როგორც გითხარით, კორტიზოლი გამოფხიზლებაში გვეხმარება, ხოლო საღამოს ეს ბუნებრივია, რომ იყოს დაბალ ნიშნულამდე ეს ჰორმონი, მაგრამ ნახეთ საქმე რაშია, როდესაც ჩვენ გამოვტოვებთ საუზმეს, ტვინში მიდის განგაშის სიგნალი, რადგან ჩვენს ორგანიზმს არ მიეწოდა საკმარისი რაოდენობით საწვავი. საწვავი ეს იგივე გლუკოზა. გლუკოზა საკვებით მიღებული საჭმელი, ხო? ნახე როგორ რაღაცაა, როდესაც ვიღვიძებთ და ჩვენ საკვების მიღება გადავწიეთ, თუნდაც აი საღამომდე ან შუა დღემდე, სისხლში შაქრის დონე, გლუკოზის დონე ეცემა, რაც საშუალებას არ აძლევს კორტიზოლს, რომ დაიკლოს, შემცირდეს. კორტიზოლის დონე სისხლში მაღალი რჩება და სანამ ჩვენ არ მივირთმევთ საკვებს, მანამდე კორტიზოლიც მომატება. რაც უფრო სტრესის ჰორმონი არის მომატებული და რაც უფრო გვიანო ღებულობთ საკვებს, კორტიზოლის დონე უფრო ხანგრძლივად არის სისხლში მომატებული. ხო, ამაქვს. მე ვიცი, რომ კორტიზოლის დონე იხარჯება, როდესაც ვარჯიშობთ ან მოძრაობთ.
ხო შეიძლება შევანაცვლოთ კვება ვარჯიშით მაგალითად. არა, ვარჯიშთან სანამ მიევალთ, ჯერ ენერგია გვინდა, გლუკოზა გვინდა, ხო, იმიტომ რომ გლუკოზის გარეშე დილით რო ვივარჯიშოთ და კიდე არ მივიღოთ საკვები ხანგრძლივი დროით, არაფრით არ შეიძლება და მე კიდე ერთი ამბავი ვიცი ამ კვლევით, რომ თურმე და გაკვირვებული ვარ სხვათა შორის ქეთი, ძირფას მაყურებლებო, თურმე ქალებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა დილის საუზმე ზოგადად, რა თქმა უნდა, დილის არის, ვიდრე მამაკაცებისთვის. არადა მეგონა რომ მამაკაცები პირველ რიგში უნდა დაპურებულები იყვნენ ვიდრე ქალები, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. არ ეთანხმება. იმიტომ რომ თურმე ჩვენი საწყის მომნელებელი სისტემა სხვანაირად მუშაობს და ასევე შიმშილს და სულ სხვანაირი რეაქცია აქვს ჩვენს ორგანიზმს. ესე იგი, ბევრად უფრო ესეთ განგაშის სიგნალს ისევ კორტიზოლის დონე ქალის ორგანიზმი საუზმის გამოტობის შემთხვევაში ვიდრე მამაკაცის. და რატო არის განგაში თურმე? ესე იგი, ჩვენ სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს ცხიმთან დაკავშირებით ქალებს. ჩვენ ცხიმი ბევრად უფრო გვჭირდება ვიდრე მამაკაცებს და ეს დაგროვება, ასე ვთქვათ, ხო, ეს ორგანიზმის ჭკუა იმაში, რომ დაიგროვოს ცხიმი, როცა საჭიროა, რომ დახარჯოს ქალის ორგანიზმი, უფრო მაღალ პასუხისმგებლობას ატარებს, როგორც ჩანს და როდესაც დეფიციტშია ეს ცხიმი, რა თქმა უნდა, სტრესის დონე იმატებს და როგორც ირკვევა, აი ამ კვების შემოსვლით ამიტომაც საჭიროა სწორი საუზმე იყოს, სწორი ცხიმებიც იყოს, ეს ვიცი რა თქმა უნდა ახალი აი ამ კვლევებიდან მეც, რომ სწორი, აი მაგალითად კარაქის მაგივრად ავოკადო იყოს. ან არ ვიცი, ზეითუნის ზეთი და სალათი, რომ აი ეს სწორი ცხიმები შემოვიდეს იმისთვის, რომ თუნდაც იმიტომ რომ თიკა თუ გვინდა გახდომა, ეს სწორი ცხიმები უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ ორგანიზმის სტრესის დროს იგროვებს ცხიმებს. და ჩვენ თუ მას ვეუბნებით, აი შენ საყვარელო, როგორი კარგი ცხიმები, ისიც გვიჯერებს და შეიძლება უფრო მეტად წავიდეს ეს პროცესი გახდომის, თუნდაც როცა იმოძრავებ და ივარჯიშებ, მეტად დაიკლებ, ვიდრე როცა არ ჭამ არაფერს. მართალი ვარ? იცი რა, რეკეთი, ზუსტად ჩვენი გადაცემის ერთი რამდენი ხრის წინ იქნებოდა, ერთი 2 წლის წინ თუ უფრო ნაკლების წინ. მე მასწავლეს ჩვენმა ეკიპებმა, რომ კარაქიანი პური დილას არის სრულიად ფანტასტიკური საუზმე და მე მათ დაუჯერე. მე კიდე უფრო უკეთეს ფორმაში ვარ, ხა რაღაც პარადოქსული ვით არის, მაგრამ ანუ გამოცდილება გაქვს უკვე და აკვირდები, ხო, პირიქით. კი, და აბსოლუტურად საკმარისია, მიყვარდა და რაღაცნაირად სულ ვიკლებდი და ეხლა დაბრუნდა ჩემთან და ვარ ბედნიერი აღერთის. მე ძალიან ისე გადაუსვა და დილით ამ პურს კარაქი. მე, ასე რომ, სად იყო ავოკადო, ჩვენ რო კარაქიან პურს ჭამდით. რა თქმა ვითომ შობლები და ბებია ბაბუები ვითომ ჩვენი გასუგების მიზნით გვაჭმევდნენ ამ კარაქიან პურს, მაგრამ გააჩნია რასის ქეზე წაუსმევ კარაქს. რა თქმა უნდა, რამდენჯერ დღეში შეჭამ, ახლა მხოლოდ დილით საუზმეზე შესანიშნავია. ახლა მე მთელი დღე თუ ჭამე ძალიან ცხიმიანი საკვები, რა თქმა უნდა, სიზარღვებისთვისაც ცუდია. გარდა ფორმის. საუზმეზე იტანს 1-20 გრამ კარაქს იტანს საუზმე, აბსოლუტურად სასარგებლოც არის. კიდევ რას გვეუბნება ეს კვლევა, რა ვიცით? გადავიდეთ მეორე ეტაპზე, მეორე ეტაპი იყო ცირკადული რიტმი. დამეთანხმებით, რომ სამყარო არის ზედამთვარე, ხო? ანუ დილას აღამო. ამ დილას აღამოზეა სწორედ ადამიანის ორგანიზმი აგებული. რეზო მახსენა ჰორმონი კორტიზონი, რომელიც თქვა უფრო მეტად დილის საათებში სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში. ამის შემდეგ დგება მომენტი, როცა უნდა დუნდება ორგანიზმი და გადადის მოდუნების, რელაქსაციის ფაზაში, დასვენების პერიოდი ეწყება, ძილისკენ მიდრეკილება და სტარტაპს იღებს მეორე ჰორმონი მელატონინი. ანუ აღნიშნულიდან გამომდინარე, თქვა, საღამოს თუ ბევრს შევჭამთ და მეთანხმები ხო თიკ, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი მოცულობით რო მიიღებს ორგანიზმი საკვებ პროდუქტებს, გადართულია ორგანიზმი იმისკენ, რომ ეს რამენაირად გადაამუშავოს, მოინელოს, შეიწოვოს და აღნიშნულიდან გამომდინარე ეს ენერგეტიკული ბალანსი ამ პერიოდში ირღვევა. სწორედ როცა თქვა ერთი მიდის იქითკენ, რომ ჭამის პროცესი კარგი სიამოვნებაა საღამოს მეთანხმები, მაგრამ საპირისპირო საკეთებს მელატონინი. ანუ მელატონინი გადუნებს, გამშვიდებს, ძილს გზგრის და შენ ამ შემთხვევაში შენ ორგანიზმს აყენებს სტრესში. აღნიშნულიდან გამომდინარე, რა არის ეს? ეს არის ცირკადული რიტმი. ანუ ეს წითლები, კორტიზოლია წითელი, მელატონინი არის ლურჯი. და ნახე, ანუ კორტიზოლი არის პიკში დილას. რა თქმა უნდა.
და მე მელატონინიანი პიკში საღამოს და ესე იგი ის ისევ გათენებისკენ იწყება. ანუ ზედა მთვარე რა. ამიტომაც უნდა დავიძინოთ მე როგორც ვიცი, სადღაც მაქს ყველაზე კარგია 12-ი, როდესაც ეს გამომუშავდება. ანუ ჩემი წინა პერიოდის ექიმების ჰქონდათ ეგეთი ჩვევა, რომ ძილი რომელსაც ეწყება, ბოლო კვება როდის გა. თანამედროვე ექიმებმა სამწუხაროდ ეცნებები ამოვიღეთ, მაგრამ გადამწყვეტია რა. ძილის ფაზა. მე კიდე ვიცი რომ მელატონინის გამოსამუშავებლად აუცილებელია სიბნელე. რა თქმა უნდა. ხო, აი ნატურაც კი არ უნდა იყოს, რა კვლევებით აღწერილი, რომ სრული სიბნელე უნდა იყოს, ან ტელეფონის ისიც კი არ უნდა გედოს ოთახში. ჩვენ რო რუსებს უყურებთ ღამის საათებში. რაზე ალაპარაკი, ამიტომაც ამერი არეული ყველაფერი დილით იღვიძებ და უკვე მე ძალიან მოქმედებს ეს ფსიქიკა. აი ნახე დილა შეხოთ კი რომ შევჭამე მთელი დღე მშიაო და მე კიდე პირიქით მაგ თუ მოხდა ის რომ ხამე ვჭამე დილას ეგრევე მშია. ასევე მე ეს ხარ შენ? კი, ესე. რა უცნაური თქვენ? მე არა. ქალები და კალები პატარ კვლევა გვაქვს, შიდა კვლევა გვაქვს ჩვენ. ხამე თუ ბევრს ჭამ, დილით ნაკლებად. შიმშილის გზნობა მაწუხებს. გაღვიძებს, ხო რა აი ძამშიო. მახსენდება ამის ჭამა. ანუ ჩვენ რაც უფრო მეტ ის უფრო მეტად გვშივდება ეს. და არ ჭამოთ ამიტომ. თუ რაღაცა კონტაქტში შევდივართ ორგანიზმთან და გვესმის. არ ვიცი. იმიტომ რომ ძალიან ხშირად მე მაგალითად მაქვს შემთხვევები, როდესაც ვჭამ, მაშინ როცა არ მშია. მე უბრალოდ რაღაცა არ ვიცი რა გავაკეთო და აი მოდი ერთი რაღაცა ვჭამო გემრიელი. აი ეს ცუდია. და როცა უსმენ ორგანიზმს და ნამდვილად გძნობ რო გშია, ნუ და მიიღო მაშინ საკვები. სამწუხაროდ თუ გინდა ცხოვრება გაიხალისო, არ უნდა ჭამო რა. ხო, გააჩნია რაოდენობას, ხო, კვება არის გადარჩენისთვის და არა რაღაცა უფრო მეტი შენარჩუნებისთვის, ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ამას სამწუხაროდ ამასაკში მივხვდი 53 წლის ასაკში, რომ ყველაზე დამაზიანებელი ფაქტორი ადამიანის ორგანიზმში კვება და არასწორი კვება, რა თქმა უნდა. და მესამე მიზეზიც მოვიყვანოთ, ეს არის ზუსტად ის კალორიული დეფიციტი, რომელიც აი ნახე დილიდან თუ დავიწყეთ უჭმელად და გავაგრძელეთ ხანგრძლივად ასე, გამოდის რომ კალორიულ დეფიციტია ჩვენი ორგანიზმი და რა თქმა უნდა დღის ბოლოს გთხოვს აი იმ სრულფასოვან კალორიას, რომელიც დავაკელით დღის განმავლობაში, რაც მე თავის მხრივ რა თქმა უნდა გვიანი ჭამა უკვე ძილის გადავადებასაც გულისხმობს და შემდეგ რა თქმა უნდა უკვე მოდის ის დაწყვილება ცუდი ძილის თვალსაზრისით, რომელზეც დავიწყეთ საუბარი, რატომ შეიძლება იყოს კავშირში საუზმის გამოტოვება ცუდ ძილთან. როგორც ჩანს, ესეთი გადაწყობა აქვს ორგანიზმს. საერთოდ ძალიან რთულია მე ვფიქრობ ეს ჩაღრმავდე ამ ყველაფერში და კალორიები გამოითვალო. ნუ ძალიან მიზანი უნდა დაისახო. მე საერთოდ ცოტა სტიქიურად მაქვს ეს ყველაფერი, აი როგორც შენ რო დააკვირდი რომ ღამე რო ვჭამ დილითში აი ეგეთ დონეზე მაქვს თორე კალორიებს არ ვითვლი მაგრამ მესმის ამაში ნამდვილად რაღაცა ლოგიკა არის გასაგებია თუმცა ეს ეხლა ახლანდელი აი ვთქვათ ფიტნეს ტრენერები და ასე შემდეგ აი კალორიების დეფიციტს თავაზობენ თავის პაციენტებს იმისთვის რომ კარგ ფორმაში ჩადგნენ ეს არ ნიშნავს რომ ისინი შიმშილობენ ან ვთქვათ ორგანიზმს რაღაცას აკლებენ სწორი კვება აბსოლუტურად ყველანაირი ვთქვათ იქ მიღება ყველაფრის რაც საჭიროა მაგრამ რაღაცა კალორიურ დეფიციტს თავაზობენ ვარჯიშთან პარალელურად კი ნუ ეს ერთ-ერთი გზაა იმისთვის რომ ფორმაში ჩადგე იმიტომ რომ ზედმეტი წონა ძალიან ცუდია ცხადია ჯანმრთელობისთვის ეს მათთვის ვისაც უნდა რომ რაღაცა წონის კორექცია მოახდინოს თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ყოველდღიურ ჩვევაზე რომელიც არის საუზმე ასე ვთქვათ რომელიც ჯობია როგორც ამ კალორიულიც დასტურდება რომ იყოს საუზმე როგორიც შეიძლება რომ იყოს და არ იყოს ის ამოვარდნილი ჩვენი გეგმებიდან იმიტომ რომ შეიძლება მერე მართლა ცუდი ძილის მიზეზი იყოს სწორედ ის ამოვარდნილი საუზმე რომელსაც არ მივაქციოთ ყურადღება და ისე დავტოვეთ ჩვენ სახლი საუზმეს უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ვიდრე ვახშამს მოკლედ ეს გამოიკვეთა ხო ნამდვილად რომ მე მელატონინი მოვიდეს შენ და კეთი საუბრიდა ნამდვილად კვლევას ემთხვევა თქვენი მონაცემები. კი ბატონო. და კორტიზოლის პიკი, რომელიც არის თურმე დილა, უნდა დავაკმაყოფილოთ, დავწიოთ საუზმით. რა თქმა უნდა. წავჭრათ კორტიზოლის პიკები. კეთი მადლობა რომ გვესტუმრე, გაგვიზიარეს შენი ცხოვრების წესი. ცოტა ამბავი ჩვენს გაგატანეთ, რომელმაც შეიძლება თვითონ ბევრი მოიტანა.
კი ბატონო. გისურვებთ ჯანმრთელობას. მადლობა ჩვენ ზუსტად ამას ვემსახურებთ. წარმატებები თქვენ. მადლობა.